ჩვენი შოუ 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 საღამომშვიდობის ძირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. ტელეკომპანია იმედის მეგა შოუს ცეკვამენ ვარსკვლავების მონაწილეები ანა ბირთველიშვილი და ოთო კობზიძე არიან დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმრები. და რადგან ოთო თეატრალური კვარტეტის სოლისტია, მოდით ნუ დავაშორებთ და კვარტეტის სრული შემადგენლობით მოვიწვიოთ სტუდიაში. ომდანის მეგობრებო. აქამშვიდობა. მოგესალმებით ჩემო ძირფასო ხალხო. განსაკუთრებით ანა შენ ძალიან მიხარია როცა მობრძანდები ხოლმე ჩვენთან, შემოანათებ შენი ესეთი მშვენიერებით. ცეკვამენ ვარსკვლავების ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ, კულმინაციაში შედის ეს პროექტი. მართალია, ცოტა ადრე მოგიწიათ გამოთიშვა პროექტიდან, თუმცა თქვენ ისტორიაში მაინც უკვე შეხვედით და გეტყვით რა ნიშნით. პირველი კონკურსანტები ხართ, ვინც გოჩა ჩერტკოებს პოლიტიკური განცხადება გააკეთებინა. იმიტომ რომ თქვენი შეფასების დროს თქვა რომ ვინც საქართველოზე ცუდი რამე თქვას, იმის დედავატირეოდა. ეს მაინც ყველა საქმე არ ამარტო კაცმაროდგას. ანა, შენ ადრე იტალიელ კონკურსანტთან ალესანდრო კარუზოსთან ერთად ცეკვავდი, ხო? დიახ. აი მინდა კითხო, როგორი იყო გზა კარუზოდან კოვზიძემდე? სპონსორის მარტივი არ ყოფილა, ძალიან რთული იყო ეს. ორივე კლზე იწყება და მაინც. იტალიიდან საქართველოს. ყველამ ვიცით რამხელა შრომა ჭირდება ამ ყველაფერს და დროის დანახარჯია ძალიან დიდი. როდესაც გამოუშვეს ოთო კონკურსიდან პირველმა რომელმა თქვა თქვენ შორის რომ რა კარგია ეს ოლიმპიური სისტემა წააგე ოჩორდი დაიწერე სახში შეხო არის რაღაცა მეთქი. სხვათა შორის ისე დაემთხვა რომ ესე იგი 6-ში ღამეც მოუწევდა ცეკვა, მერე 13-ში უწევდა ცეკვა, კონცერტების გადადება გვიწევდა და ფაქტობრივად გადაეხარჯა. შარი ხეირად გიხსნა ჩანაცვლების ჩვენი მეგობრის მამამ უთხრა ძალიან მაგარი რაღაცა. ოთოს კი, ამანო იმდენი ხანი გაძლო პროექტშიო, მაგდენი ხანი დაყვინული ვძლებს წყალში. თემური ბიძიას მოიგითხავ და რატომების მოიგითხავ და ასე მეღადავებიან ესე იგი. არა და მე დარწმუნებული ვარ რომ აბსოლუტურად ყველას ვინც უყურებს ამ პროექტს და ძალიან დიდი აუდიტორია ყავს, აუცილებლად დაამახსოვრდება თან დიდი ხნის მანძილზე თქვენი ერთობლივი გამოსვლა, როდესაც აი სიმღერა იყო თეატრალური კვარტეტის და ცეკვა, აი მართლა იშვიათი ისეთი ფერი იყო. მადლობა მინდა ანას გადაუხადო, იმიტომ რომ ვიცი რომ მისი იდეა იყო ეს ყველაფერი და მართლაც განსხვავებული და განსაკუთრებული იყო, რაც აქამდე არ გვინახავს ცეკვამენ ვარსკვლავებში და რაღაცა კარგი შერწყმა გამოვიდა ჩვენი სიმღერთან, არაჩვეულებრივი სიმღერა ბატონი ვაჟასი აზარაშვილის და რაღაცა ძალიან ისე ეფექტური და კარგი ნომერი გამოვიდა. ოთო ყველამ რაღაცა თქვა, შენ არ გითხოვს როგორც ნამდვილად ისეთი ნომერი გამოვიდა, თვითონ მომგებიანი ნომერი იყო და იქ რაღაცა იმაზე უარესადაც რომ ეცეკვა როგორც ვიცეკვე, ალბათ ის ნომერი მაინც ისეთი მომგებიანი იქნებოდა, როგორც გამოვიდა ძალიან ეფექტური. დანარჩენი ის ცეკვა რაც ათვისებული მქონდა, ის ყველაფერი რა თქმა უნდა ჩემი ცეცხლოვანი მეწყვილის დამსახურებაა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ანას იმისთვის რომ ძალიან დიდი შრომა ჩადო იმაში რომ მე ზოგადად მეცეკვა და რაღაცა ცეკვას დამსგავსებოდა ის რასაც ვაკეთებდი ასე. ახლა მე მინდა მოგიწვიოთ, მოგიპატიჟოთ ჩვენთან ფილარმონიაში 15 და 16 თებერვალს მოგეხსენება საიუბილეო კონცერტები გვაქვს. იუმორინას 25 წლის საიუბილეო კონცერტები. ძალიან დიდი მადლობა ეს უკვდავი პროექტი, რომელიც თქვენმა ოჯახმა აჩუქა საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. სადაც თქვენს იღებდით მონაწილეობას თავის დროზე და ახლა თქვენთან ერთად მინდა მაყურებელიც მოიფადიოთ ძვირფასო მეგობრებო 15 და 16 თებერვალს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საიუბილეო კონცერტები იუმორინა 2025 ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები G გელით ყველას დღეს ცეკვას არ გთხოვთ მაგრამ რაც შეეხება სიმღერას აი სიმღერა კი მინდა რომ გთხოვოთ მე და ანა სიამოვნებით მოგისმენთ თქვენი რეპერტუარიდან ის რომელი აი კონსტანტინე პევზნერის ერთი ულამაზესი სიმღერაა ბატონი პეტრე გრუზინსკის ლეგზე და აი ეს მინდა რომ ავაჟღეროთ თქვენი შოუს სიამოვნებით შეგისრულებთ
როცა ქურდულად შემოვა ბილიქში ბინდი ღამისა დამთვარზე ვერცხლადი ელვებს ჯაღარას ხივი მთვარისა როცა ნატურებს მოისხავს ღამე თვალ მარგალიდება მე შენი ნახვა მწყურია შენი ალერსი მინდება გამონუ მომკლავლოდინი ნახე როგორი ხამეა რა ლამაზია თბილისი თგვარის რა მოგამგამეა წამოდი ერთად ვიაროთ შენ ჩემო გიშლის თვალება სანამ დრედის ბრადინათეს დამთვარეც მიმალება წამოდი ერთად ვიაროთ შენ ჩემო გიშლის თვალება სანამ დრედის ბრადინათებს დამთვარეც მიმალება შენ ჩემო გიშლის თვალება დიდი მადლობა სტუმრობისთვის თეატრალური კვარტეტს და ჩვენს ულამაზეს ანა ბილქელიშვილს. შესანიშნავი ქართული ოჯახი, რომლის სასიმღერო ხელოვნება დიდი ხანია გამორჩეულად უყვარს ქართველ მსმენელს. გთხოვთ შეეგებოთ ჩიქოვანების მომღერალი ოჯახი. მოგესალმებით. შემოგიგლავთ. ქალბატონებო, ჩემო ბორის, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია გადაჭარბების გარეშე და დიდი სიხარული, რომ მაქვს საშუალება, რომ დღეს გიმასპინძლოთ ჩვენთან ოჯახში, ჩემს სანათესაოში, სამეგობროში. ყველგან იყო თანამედროვე ენით, რო ვთქვათ, ის ვინილი, ფირფიტა, ჩიქოვანების ოჯახის გარდა ამისა ხშირად ისმოდა თქვენი სიმღერები რადიოში, ტელევიზიაში, ჩვენი მუსიკალური ცხოვრების, აი, ერთ-ერთი ულამაზესი ფურცელი უკავშირდება სწორედ ჩიქოვანების ოჯახს და ამიტომ განსაკუთრებით მინდა რომ მოგეფეროთ და დიდი მადლობა გითხრათ აი შესანიშნავი შემოქმედებისთვის. როგორც წესი კარებზე არის ხოლმე წარწერა, თქვა სახელი გვარი, ან მხოლოდ გვარსა მოიკითხავს. შეიძლება თქვა თუ ეზოა, ეზოში ავიძაღლია, მაგრამ მიმდინარეობს რეპეტიცია და ზარი არ დარეკოთო, მხოლოდ თქვენ ოჯახს შესაძლოა იყო ესეთი წარწერა, ხო? შემოგიგლა. მინდა გთხოვო რომ გავიხსენოთ ეს ყველაფერი. ჩემს ყველა მეგობარს ეს კარგად ახსოვს, რომ იცოდნენ ხოლმე რომ გამომივლიდნენ რომ სადმე წავსულიყავით რეპეტიცია რო ეწერა ის აზრი არ ქონდა, არ ჯარის დარეკოს, არ ტელეფონზე ზარის შემოშლებას, იმიტომ რომ ის 3-4 საათი თან მამა მაქვი ძალიან კაცრი იყო. რეპეტიცია იყო, მართლა რეპეტიცია. ეხლა იმიტომ რომ ჩვენი ოჯახის რეპერტუარი მრავალფეროვანი იყო. ეს არ იყო მარტო ქალაქური ან ფოლკლორი, კლასიკა და ამას უნდოდა სერიოზული მუშაობა. მოცარტს როცა მღერი ხარ, თითოეული ნოტი და თითოეული და მაგისტრის ვერ ვიცი და ეწერა გარებზე. არავის არ ვღებულობთ, არ სტუმარს, არ ნათესავს, არავის. დაგეტილია ყველაფერი, ვივარ და მესადინეო. იგლა შენ მამა ახსენე და საოცარი პიროვნება იყო, იმიტომ რომ ჯერ ერთი პროფესიონალი მუსიკოსი, შესანიშნავი, ლოტბარი და კონსერვატორია ჰქონდა მას დამთავრებული და იმავდროულად პროფესიონალი ფსიქიატრი და ამ კუთხითაც ძალიან ხმამაღალი სიტყვა აქვს ნათქვამი, ესეც მინდა რომ აღინიშნოს დღევანდელ დღეს და მოდი მამაზე მარიკა მილაბარაკოს, გავსკიდევას რა გარეგულაცა და მე უფრო დედისკენ ავარ და მე ყველაფერი და ამ შემოქმედების სულშჩამდგმელი მამა იყო, როგორც გემძანეთ, მამა
ძირითადი პროფესია იყო მისთვის ორივე, მაგრამ მას მხარი აუба იფიგენია შარაშიძემ, დედა ჩვენმა, დედის მხრიდანაც გოგეშვილები შარაშიძეები შესანიშნავი შემსრულებლები ყოფილან. ასე რომ ძალიან მუსიკალური იყო დედაც და აღმოჩნდა რომ ისიც ასევე ძალიან იყო შეყვარებული ამ სიმღერაზე. და შესანიშნავად გაუგეს კურსელები იყვნენ პირველი კურსიდან სამედიცინოზე ერთად მოდიოდნენ და ნუ აი 4 წლის მერე უკვე დაოჯახდნენ, მაგრამ მანამდე ეს დიდი სიყვარულის ისტორია ესე გრძელდებოდა და დედა და მამა გიტარაზე ერთ ოთახში, მეორე ოთახში ლამაზად ღიღინებდნენ. სკოლიდან მოვდიოდით თუ ისე, აი ესე უყურებდით ხოლმე როგორ ლამაზად ასრულებდნენ. მამა შესანიშნავად ფლობდა ინსტრუმენტს და რა ვიცი, ბოლომდე სანამ შეეძლო და სანამ ხელები ემორჩილებოდა ბეთჰოვენს, შოპენს, რა მარკოვსკის ეთუდებს. ტექნიკურად ის უჯობდა მე. მიუხედავად იმისა, რომ მეც არ ვიყავი ცუდი პიანისტი. ლოტბარი დანეთ თქვენ და მართლაც აი მამას ყავდა სამედიცინო ინსტიტუტის გუნდი, კონსერვატორიაშიც პირველი სტუდენტი აი ვოკალური ანსამბლი ხელმძღვანელი იყო მამა და იქ ისეთი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და არაჩვეულებრივი მუსიკოსები იყვნენ მასთან. ბაზორი ერქვა მაიშვილი, ბადრი თოიძე, ომარ ჩიტაია, ომარ შეხარული, წარიელ ბერაძე, ვაშკო ვალიშჩანოვაშვილი, გიმუჯიშვილი, გუშვანოლიძე. არაჩვეულებრივი ხალხი და სახელოვანი ხალხი და რეპეტიციები ჰქონდათ ჩვენს ოჯახში თურმე. ვაკეში ქობულეთის ქუჩაზე, სადაც ახლა მისი მემორიალური დაფა და მეზობლებიო გიჟდებოდნენ, რომ კაცო რა აქვთ ამ ჩიქოვანებს, ამდენი რომ ასეთი გამოდიოდა ისეთი და ნუ ფსიქიატრი იყო მამა და მას უკავშირდება ისეთი თემის შემოტანა ფსიქიატრიაში, რომელიც საბჭოთა ფსიქიატრიაში ტაბუდადებული თემა იყო. ეს იყო ფსიქიკურად დაავადებულთა მხატვრული შემოქმედება. ეს 60-იან წლებში ხდება, მაშინ, როცა ჯერ კიდევ დასავლეთ ევროპაში თემაში არ იყო ამ თემაზე არ მუშაობდნენ. პირველი დისერტაცია მან დაიცვა ამ თემაზე. სომხეთში დაიცვა პირველი და გიგლა მოყვება ახლა ამ ისტორიას. სომხეთის ისტორიას, ხო? ახლა რა შეიძლება? იმგენმა არ იცოდნენ, დედაჩემი იყო სოლოლაკელი და სომხური იცოდა, აი ნუ არ მოუდგენია. წერდა, კითხულობდა და ეგონები ზოგს აი ეგონათ აქ რომ კაცო რამე სომხური ხო არ გირევია და არა ბატონო შარაშიძე იყო მამა, დედა გოგეშვილი და ჯაყელი და ბებია და რა ვიცი, მაგრამ ნუ წყალივით ლაპარაკობდა. იქ რო ჩავიდა, ამ ოპონენტებს რო ხდებოდა მამა ჩემი ხა ის სხვა პროფესორებიც იყვნენ. დედაჩემს ხო ესმოდა იმათ საუბარი, საღამოთი სასტუმროში უყვებოდა, რომ იმას თქვა, ამ შენს თემაზე ესე. მეორე დღეს მამა ჩემი მომზადებული მიდიოდა და გიждდებოდნენ, რომ საიდან რამაც ეს რომ მოხდა ყველაფერი, დაპატიჟეს აკადემიკოსმა დააპატიჟა ოჯახში, დაპატიჟა თავისთან და შეკრებილები არიან. მაგრამ სუფრაზე რაღაცნაირად მიხვდნენ, რომ ან ამან უნდა იცოდეს სომხური ან იმან და მიხვდნენ, რომ დედაჩემმა იცის სომხური და წავიდა ახლა როგორც ჩვენთანაც ხება, თუ ორი ქართველი მოხდით გერმანიაში ქართულად ლაპარაკობთ. გერმანელი იჯდება თუ ინგლისელი, რაღაც მეწყობა ეს ესეა და ყველამ დაუწყო დედაჩემს ლაპარაკი და კითხვა-პასუხის რეჟიმში არის, რომ ეკითხებიან რამდენი შვილი ყავს, ამდენი ბიჭი, ამდენი გოგო და სომხურად ბიჭი არის, დებერე დედაც ეკითხება და ბიჭი არის, ყავდა, გოგო არის, აღჭი. რო ეკითხებიან, ეს სიტყვა ტყავ, მეკ ტყავ, ირეკ ტყავ, ერქუ ტყავ, ეს ტყავ ფიგურია. რა სიტყვაზე, ამ კითხვა-პასუხი და რაღაც მომენტშიო დედა მიყვებოდა, მამაშენს გადმოხედებოდა, კაცო გაწიფლებულია პამიდური. იფიქრე, ცუდად წლევან ხო არა უწია და გზურიკო, ცუდად ხო არა ხარ და ცუდად კი არა, ტყავ რას ნიშნავს მითქვა. რას ლაპარაკებია, ჩემო რა. კაცო, ყავ ბიჭნიშნავს, ბიჭნიშნავს. დედას იუმორზე, გიორგი, ყოველთვის იუმორინები დაიწყო, მეუბნება დედა შეუძლია მიხვიდა მე მგონი ის საოცარი იუმორი ხონდა, საოცარი. კიდევ ერთი მაგალითი შემიძლია დედასი მოგიყვანო სომხური ენის ცოდნასთან დაკავშირებით. მოკლედ
საქართველოს და სასულხეთის დელეგაცია სადახლოზე ხდება ერთმანეთს რაღაცა საკითხში ვერ მოგვარდნენ და იქით სუფრა გაიშალა, სუფრა ზივარს ერთად ქართველები, სომხები, კაი მეგობარია ის ბიჭი ჩემი. იქ სუფრაზე გაგრძელდა ეს პროცესი რაღაცა და ქართულმა მხარემ უთხრა ხა დეტალებში არ შევალო, მოდი სუფრაზე არ ვილაპარაკოთ საქმიან ურთიერთობებზე. მაგრამ მაინც ისინი ვიცი რაღაცა და ცოტა რომ დაიძაბა სიტუაცია ხა რითი განმემუხტა არ ვიცოდი და აღვიდგე დავრეკე და დედაჩემს ვეუბნები რომ დედა სომხურად უნდა ელაპარაკოთ. მალცადე ბიჭო რაღაცას ვეცხოვოთ რაღაცას სად მე ვთქვი ძალიან ძიმე სიტუაცია და უნდა შენ განმუხტომე. ვეუბნები ამ ჩემ მეგობარს რომ არმენ მომდანზე ერთი პაჟალს და რუსულად საუბრობთ რომ დედაჩემს უნდა რომ დაგელაპარაკოს. ადგა ისო და რუსულად გამარჯობათ მამაჯან კიდან და უცებ დედაჩემს სომხურად რო პასუხა ამას სომხურად გაუგზავნა და უყურებს სუფრას და ქართველები გაკვირებული მიყურებენ აქედან სომხები გაღიმებულები გამიგებენ დედაჩემს ელაპარაკება იციან მაგრამ და რო დაკიდა ყურმილი მომიბულა და სომხურად მეკითხება გიგლაჯან მაირი ხაია დედა სომხი არა მე აუ გაგორება მომწრე არა მოვიშურქები სამაგიეროდ საქმე გაკეთდა და გამოვიდა ავიდა მე მაგარი კეიფი კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ მობრძანებისთვის და ერთი სიმღერა თქვენი რეპერტუარიდან აი რომელიც მახსოვს მე პირადად და აი ძალიან მიყვარს მინდა გთხოვოთ რომ შევასრულოთ აქვე ჩვენი შოუ სტუდიაში ცოცხლად თუ შეიძლება ძალიან დიდი მადლობა ბატონია მოწვევისათვის თქვენი ოჯახი თქვენი мама თელი ქვეყნის ჩვენი საამაყო პიროვნება არის მუსიკა არა მარტო მუსიკოსი საზოგადო მოღვაწე გადაეცით ჩვენ დიდი სიყვარული თქვენ ლამაზ ოჯახს და დიდი მადლობა ყველაფერი იმისთვის რასაც თქვენი ოჯახი ქართულ კულტურას როგორც თქვენ ემსახურებთ ურმესი მადლობა ურმესი მადლობა დიდი მადლობა ჩვენ ახლა ფილმი ძალიან სიმღერას შეგისრულებთ ეკას ბიჭი ბორია სიყვარია ეკა მარიკა და გიგლა გვანც არ არის და გვანცას აქედან ჩვენს მართლა დიდი მოკითხვა და არა გამოჩვენება უსურვო იმიტომ რომ ვერ იყო შეუძლოთ იყო და აბა გთხოვთ სამღერავს ვინი მღერებს ჩემს ადირავს ვინი დირებს ჩემს მაგივრა და ვინი ღელბებს ჩემს მაგივრა და ვინი ღირებს მალე სანთლებს ჩაქრობენ უშიშე ჩარატორემ გვიანდება ეს წადა ეს მინდორი ეს ღელე დამთა მე არც მომიტანია და ვერ წავიღებთა ამდალოცილ მიწაზე ველაფერი დავდება რამე თუ არ იცამე უდავების თავადე ორანელა დემდება ორაჩქარა ხამდება გიწამე გადაგივილი თან და თან მიახლდება
მალე სამტრებს ჩაქრობენ გულში მინაულდება ჩქარატორენ ჩქარატორენ რიანოდე Bravo! ურმესი მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის. ყველაფერი საუკეთესო თქვენი შესანიშნავი ოჯახის თითოეულ წევრს. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი სტუმარი გახლდათ ჩიქოვანების მომღერალი ოჯახი. დიდი მადლობა მათ. ანსამბლი ოდა. აუბადო გოგდადი. აბდადი. აუბადო. აბდადი მეგობრებო. სალამი ძვირფასო მეგობრებო. მოგესალმებით ხოდენგია. პირველად ხარ ჩემთან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ შოუში. 3 წელია რაც შექმნილია თქვენი ანსამბლი, ხო? ოდა. დიახ. სად დაიბადა იდეა იმისა, რომ ანსამბლს დაერქვას ოდა. ოდაში თუ უფრო დიდი ზომის სახთი? როგორ მოხდა იგაბავი? აი ოდა რო გენატრება ბატონოგია, ოდა რო გენატრება და ოდარში რო გინდა ყოფნა, ალბათ ამან შექმნა ეს სახელმაგანაპირობა. მოიტანა, ხო? ძირითადად იმერლები და მეგრელები ხართ, ხო? ხო და ბოლო-ბოლო ესე იგი ეს იმერული ოდაა თუ მეგრული ოდაა თუ რა? უფრო მეგრული. დასავლური ოდა. რეპერტუარის უფრო დასავლეთის არის თქვენთან, ხო? აღმოსავლეთსაც აპირებთ რომ გადაწყვეტეთ თუ იფარგლებით ლიხსიქით. ნელ-ნელა გადმოვდივართ რიკოცაკით. შემოგელა ჩვენ წლებია ვისმოთ ერთმანეთს შენ იუმორინაშიც გამოსულ ხარ და გარდა ამისა აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის სიმღერებს ვღერი. მათ შორის საოპერო რეპერტუარზე. რა მინდა ახლა კითხო? ვიცი და თქვენი ვთქვათ მიმართულება და ის რეპერტუარი რომელსაც ანსამბლი ოდა აჟღერებს. რომელი უფრო გეიოლება ნესუნდორმა თუ პატარა გოგო იმერულო პრასიპარია? რომელი გამოგდის უფრო? ერი ვერსი. რა უნდა ეხა კლასიკა რა თქმა უნდა და ვერ შევადარებთ რა თქმა უნდა თავისთავად, მაგრამ მე ჩემი მეგობარი მყავს გვერდით, რომელიც არის ერთ-ერთი ოპერის სოლისტი. ჩემი გიორგი, ჩვენ ბევრ რაღაცებს გავაკეთებთ კიდე ამ კლასიკასთან დაკავშირებით, რომელიც კი, კაცო, პოტენციალი ძალიან დიდია და ძალიან გულშემატკივრო. გიორგი, მოდი შემძარე ახლა. მოკლედ პირველი სოლო კონცერტი არის ანსამბლი ოდასი და წვალოთ ბჭები თვეების განმავლობაში თან ახლა ოჯახსაც ვამზადებ, დიდი ოჯახის პატრონი ვარ, 3 შვილი მყავს და მინდა რომ უფროსმა ბიჭმა რაღაცა ჩემი გააგრძელოს სიმღერა და მოვაწონო თავი მინდა სენიდან და მამას ვეუბნები ასე, მამა რაღაცა ასეთ კონცერტი იქნება, მოდი. გადის რამოდენიმე თვე პირველი სოლო კონცერტი, მღერით, საათნახევარიანი კონცერტი ჩატარდა ძალიან მაგრა და მე ვეკითხები სახში ახლა შვილს, მამი, რა მოგეწონა მეთქი და დიდი ძია და დიდი ხმაო. მე შენიყავი, ხო? მარტო დამოსაცნობი როა. სიმღერას რაც შეეხება, მოდი მე შევარჩევ, რადგან თქვენი პირველი სტუმრობაა და აი თქვენი ის მართლაც კოლორიტული პოპური, რომელიც თქვენი სავიზიტო ბარათია, იმერულ პოპურს რო უწოდებთ თქვენ, მოდი ეს შევასრულოთ დღეს ჩვენ შოუში. დიდი სიამოვნებით. დაბაგთხოვთ, მომგზავნით. პატარა გოგო იმერელო პრასიპარია, ჩემს პოსტანში პრასი რატო მოგიბარია, არ მომიბარავს მიპოვნია ეხლა ჩემია, პატარა გოგო სიყვარული ოხრა ძნელია. ძნელია, ოხრა ძნელია, პატარა გოგო სიყვარული ოხრა ძნელია. ძნელია, ოხრა ძნელია, პატარა გოგო სიყვარული ოხრა ძნელია. დიდი ბაჯუჩებს ჩიმჩაირა ჩაირა, დაგიკოცნი მაგუჩებს ჩიმჩაირა ჩაირა. დიდი ბაჯუჩებს ჩიმჩაირა ჩაირა, დაგიკოცნი მაგუჩებს ჩიმჩაირა ჩაირა. შაური მამაშეს, სამშაურა სული დიდი შენ და მამაშეს. შაური მამაშეს, სამშაურა სული დიდი შენ და მამაშეს. ამას გეუბნებოდიო, მანჯალიდან გადამოდიო, იგრაკდება მაიდონი,
სადმი გიყვანო მაგრამ მაინც ამოდიო როცა გიყვანო სადაც გიყვანო სახლი არა მაქვს სადმი გიყვანო მაგრამ მაინც ამოდიო გარემზია ჩემს მუსიკი მისია ვერ გავიგეგენ ახსვალების ხარ თუ ჩემი ხარ მეჭედი ვისია თუ სვისი ხარ გულში რა დონიზი ხარ ჩემი ხარ მეჭედი ვისია თუ სვისი ხარ გულში რა დონიზი ხარ Cara bushira don dizita Buche mi care vece divisia Bushisi cara bushira don dizita Shia gadri te Davida te kuniswardi Radida natskari sali vida me sheni guardi Sheni guardi se non c'era la virtuale via Sada stava zaspina penso non scemi quale via Sheni guardi se non c'era la virtuale via Sada stava zaspina penso non scemi quale via Baxi vardebi, sheni guardebi Agaramente ne va, sheni dardebi Baxi vardebi Varde vistona, inda cagozo, scemo corona. Vasci varde vistona, inda cagozo, scemo corona. Pero, sui sopri scumbre mi battero, pensavo da spada scemarero, scemo cargo, scemo straniero. Pero, suermo all'acqua e all'astero, მადლობა სტუმრობისთვის და ასეთი ხალისიანი სიმღერისთვის ანსამბლ ოდას. ჩვენი შემდეგი სტუმარი გახლავთ კაცი, რომლისთვისაც მთავარია სამი რამე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე. გთხოვთ შეეგებოთ ვახტანგ დადიშვილის. ჩემო ძირფასო ვახო შენი ყოველი მოსვლა ხო არის მართლა სიხარულით სიკეთით სილამაზით ახსავსე მაგრამ დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული და ეს მაყურებელს უნდა უთხრა გურულად რო თქვა ჯერი არ მithხრობია არ მithქვა საქმე ის არის რომ 93 წლის გახდი და ფაქტობრივად იუბილარი ყავს ძირფასო მეგობრებო მიულოცოთ ბატონ ვახტანგ იმის თქვა შეიძლება შენ რო საჩუქარი მომეცე ახლა? რა კი ბატონო. თქვა შეიძლება დალევა არა. ხო დალევა კადრში რეგულაციაზე ქვემდებარება, მაგრამ ეს მერე ცალკე. შეიძლება მაყურებელმა ისიც არის ის როგორი გამორჩეული ოჯახი ყავს შენ და მოდი თავად ბრძანე. რამდენი შვილი და შვილთაშვილია შენს გვერდით და რამდენი გილოცავს. აბა ჩამოვთვალოთ. რა საუბარია მე რო ჩავთვალო. ორი შვილი Чем гонია მახსოვს რამდენი? მე ახლა ისე დასაკში ვარ, გასო. რომ შეიძლება ვერ ჩამოთვალო, სახელები ვერ ჩამოთვალო, ბევრი არის, ნუ შვილი მყავს 6, შვილთაშვილი ჯერ 2-ია, მაგრამ რო გააჩინოს ახლა იმას 2 მაინც 12 მეყოლება. შენ იმხელა სიხარული გაქვს გაცემული ხალხისთვის და ყოველ დღე მართლაც იმხელა სიხარულს ამგვიდრებ. ამაზე მინდა კითხო ზუსტად. იპოლიტე ხვიჩიაზე, ამ ჩვენს ლეგენდარულ მსახიობზე ამბობდნენ ხოლმე რომ გასვენებებში ვერ დადიოდაო, იმიტომ რომ სულ ყველა სიცილი უტყდებოდაო და მინდა უთხრა მაყურებელს რომ შენთანაც დაახლოებით ასეთივე ვითარებაა და მოდი ეს ამბავი მინდა გთხოვო რომ გაიხსენო. კაცო, ჩავდივარ გურიაში და ჩემი სიმამრი მეუბნება
ისო მეზობელია, გარდაცვლილიო, ტიტიკო, მაგარი კაცი იყო, ტიტიკო და მივიდეთო ბარეხამ ჩამოსული ხარა და დაგინახავენ და გოუხარდებები ოჯახს და ნუ გოუხარდება რა სულ კაცო, ნაშვიდია. ხო და კაიმეთი კაცო, რა ახლა მე მარა იქიდან მივიდა უკვე ამბავი რომ ის მოდის შევედით და დამინახა მეუღლემ ტირის უბალში ვინძის ტიტიკოს მეუღლემ და ტიტიკო ვინდა რო იცოდე ვინდა ტიტიკო რო იცოდე მაგრამ სახელი დაავიწყდა არ გაახსენეს რა მქვია მე არ ახსოვს ახლა იგი მევიდა ტიტიკო იგი მევიდა და აი გურული ქალები იცია მაგრამ არ განახო აი ჯინაზე ხო და ტიტიკო მევიდა ებიჯო ორადორი მეგობარი ორი ჯუჯა ვარ ხო და მე განუყრელა ზერდა იგი მევიდა ტიტიკო იგი მევიდა კინაღა მოვყევი კაცო ახლა იცი რომელი ვიდეო ფრაგმენტი მინდა შევთავაზო ჩვენი შოუს მაყურებელს, სადაც შენ, ნუგზარ კვაშალი და ჩვენი დაუვიწყარი თემურ ციკლაური ერთად ასრულებთ იმ განუმეორებელ ნომერს, რომელსაც ქვია კონკურსი ვინმე სიმღერა შეასრულებს ჩიტებზე. და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს დიდებული პერიოდი და ის რაღაცა განსაკუთრებული ჯადოსნობა, რომელსაც თქვენ თამაშით, აი ესე ამკვიდრებთ სცენარზე. მაშინ მე აბა ოკუპანტ ჩიტებზე მიმღერებ. რამე დავეხედები, მავთულ ხრალდებს რედები, მაგოლებება ოკუპანტთა დედები. ვერ გავიგე სადა ვარ, საძურის იქით რა დავარ, კლავს საზღვარი გადაბოსტი ესკოლა. შიტო ამსულო დავსილო ერას მოტაცავ მცურავივით შეთავ გასულო რაო მართალი ხარ მაგრამ რა ვქნა რომ ფორმატში ვერ ეტევი ფორმატის ხარი მატჩი ფორმატის ფორმატი მაგრამ იაპონური სიმღერა თუ შეიძლება იმან ხო იმღერა ბრიტანული იაპონური იცი იაპონური თარგმანიც იცი კი აბა თქვი რაზია იაპონური სიმღერა ჩიტების კვერცხების შემფუთველებზე ცნობილი იაპონურ ფირმაში ხიტაჩი ჩიტაჩი ასრულებს კუნძულ ჰიუნშუს განათლების, სპორტის, კულტურის, მიწისძვრის და სუშის გაერთიანებული მინისტრი იქაც გაერთიანდნენ ვახუკუ ტატისუკუ დავიწყო გუბალაბალა კიკუ Tasho itado, huitaru do hata, tababuko itado, yo to hata, tasho itado, takesaki tokyo, shikutuku ha, he ho. Tasho itado, huitaru do hata, tababuko itado, yo to hata, tasho itado, takesaki tokyo, shikutuku ha, he ho. 마차려 가지고 개그만 막 재미 따르면 막 가서 ხალხი უკვე ცოთაეგერ. გაჩერდი ბიჭო. გამოთიშე. დაშო იტადა. იტარო ჰატა. გამოუთიშე იქ დენის წყარო. დაშო იტადა. კატეხა iPhone 8 iPhone-ს გიყიდით, დაგიყენებ და iPhone-ს გახვავ, iPhone-ს. აბა, რომელი იყო ჩიტი? შიკუტუკუ. მას ჩემი კიტრი ჩიტი არ არის და შენი შიკუტუკუა ჩიტი, ბიჭო. აჩი! ვახო, რამდენი სიმღერა შეგისრულებია, რამდენი როლი უამრავი. მაგრამ არის ერთი შენი რეპერტუარიდან, რომელსაც შენ ასრულებდი არგონავტებში, სადაც თამაშობდი კაპიტანს
კაპიტანი ვახოსი რო იყავი. და აი ამ გადასახედიდან მე ვფიქრობ ამ 93 წლის გადასახედიდან ყველაზე უკეთ შეესაბამება შენს განწყობას და შენს მიერ გავლილ გზას. და ასაკს ჩვენსას. იმიტომ რომ ყველა ასაკში რო შედის კაცი მე იქცედებს ისე და ბავშვებს უყვება, მე იცი რა ვიყავი, იცი რა ვიყავი. მაგდაგვარი სიმღერაა და ხო. დანარჩენი მოდი თავად სიმღერა თქვა შენი შესრულებით. აბა ვთხოვოთ ბატონ ვახტანგს სცენაზე განმოგზავნდეს. მაშრიყიდან მაღრიბამდე ფეხით წავსულვარ ევერესტზე და მონბლანზე გემით ავსულვარ რა არ გადამხდენია და რა არ მინახავს თქვენ რა იცით ვინა ვარ რა არ გადამხდენია და რა არ მინახავს თქვენ რა იცით ვინა ვარ დაუ ზურგის ქარო ის არის თუდა გამვაქანო დაუ ზურგის ქარო ის არის თუდა გამვაქანო ციხები ერთი დაკვდი დამინგრევია გაბრაძე ვუძდები ყურით დამიგრევია Quaron qua qui sui sueni camidenia Davini si serare chamidenia Quaron qua qui sui sueni camidenia Davini si serare chamidenia Dau bene surgis caro Isari vituda capua cano Dau bene surgis caro Isari tuda gangwa kano Hey უღრმესი მადლობა ჩვენს უძვირფასეს სტუმარს ბატონ ვახტანგ ტატიშვილს ეს სამი დღემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე